დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხდომა გაიმართა, სადაც განხილული იყო 3 გაზგამანაწილებელი კომპანიის ყაზტრანსგაზის, სოკარ ჯორჯიასა და საქორ გაზის მოთხოვნა ტარიფის მატების შესახებ. ხდომის პარალელურად მეგატივი დაინტერესდა ქუთაისში რა მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას, თუ რა გადაწყვეტილებას ელოდნენ ისინი სემეკისგან. საზოგადოებას ხალხს იმდენად უჭირს, რომ ეს ტარიფების მომატება მე მგონი პირიქითი გაჭირვებასკენ წაგვიყვანს და არა დახინებისკენ ხალხს. ესე ვფიქრობ და უკეთესი იქნება მთავრობა ხალხის გასაჭირს და გულთანაც თუ მიიტანს. თუ ნააკლდებოდეს ყველაფერს, ასე იყო პროგრამაში, ასე იყო დათქმული და მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერჯერობით. ყველაფერს უმატებენ. არაფერი არ იზრდება და ცხოვრების პირობები უფრო და უფრო უარესდება რა. ძალიან სული მდგომარეობა არის. არაფერს არ ვამბობს. ასე დაბედათ ჩვენმა მთავრობამ, რომ გავაიაფებთ გაზსაც და შუქსაც, ასე თქვენ, მაგრამ ყველაფერი წყვილი არის. თუ პირამე გამოვა რომ პირიქით დაიკლოს ორ მომატება. ხალხი უმუშევარია და არ აქვს საშუალება. რამდენიც არის ამჟამად იგიც 11-ია. სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით რეგიონებსა და თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა. კერძოდ იმ რეგიონებში, სადაც სოკარ ჯორჯია გაზი ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.11 თეთრით მცირდება. რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც საქორ გაზი ოპერირებს, იქ ტარიფი 0.12 თეთრით შემცირდა. ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ გაზის ტარიფი მომატების ნაცვლად შემცირდებოდა, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, ახალ წელს სასწაულები ხდება. მარიამ კუხიანიძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.